მადლობა. ჩვენ უყურებთ პირველ არხს და ეს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტი წიგნების თარო. მე ამ შოუს წამყვანი ალექსანდრე ლორდკიფაინძე ვარ და დღეს წიგნების თაროს მე-13 სტუდენტური სეზონის ნახევარფინალში ერთმანეთს ორი გუნდი დაუპირისპირდება, ერთგვარი დერბი გვაქვს, იმიტომ რომ ორივე გუნდი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და შესაბამისად წარმოგიდგენთ მათ, ესენია ანდურილი და აბერტო. გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა. როგორ ხართ? კარგად. არა მიშავს მეც. ბევრი მსგავსება აღინიშნა, ესე იგი ერთი ის რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტული დერბია, მეორე ის რომ გადაცემის დაწყებამდე საუბრობდით რომ 6-ვე სამეგრელოს წარმომადგენელი თამაშობს ამ ნახევარფინალს, მე გავიხსენე რომ ბავშვობის დიდი ნაწილი მეც სამეგრელოში მაქვს გატარებული და მოკლედ ესე სიამტკბილობაში გავხურდით თამაშისთვის და ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. ნახოთ როგორ წარიმართება მოვლენები, ვისკენ გადაიწონება სასწორი, მე ორივე გუნდს წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა. უნდა იბრძოლოთ, უნდა გაიმარჯვოთ, რათა გადახვიდეთ ფინალში და უკვე გადამწყვეტ ბრძოლაში მიიღოთ მონაწილეობა, რათა მოიპოვოთ სანუკვარი პრიზი, ანუ ზაზაფხულო სკოლა კემბრიჯში. მართლაც სულ უფრო ცოტა რჩება კემბრიჯამდე, მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ უნდა იხილოს ჩვენმა მაყურებელმა თუ ვის თამაშს უნდა უყუროს ნახევარფინალების განმავლობაში. ამიტომ მოდით ნახოთ პირველ რიგში ანდურილის შესახებ მომზადებული ვიდეო პროფაილი. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის. იცხოვრეს რო ყოფილად. წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. გისმენთ? დიახ. გასაგებია. ბანდის სახელი? გასაგები. გისმენთ დეტექტივო. ჩემი დამილეკა. მითხრა რომ სასწრაფო საქმეა. ამიტომაც გამოგიძახით. კიდევ ერთი ბანდაა? კი. სენაკი. სუგდიდი. და ბანდის მეთაური. მარტვილი. კრიმინალური ავტორიტეტით სარგებლობს. მეტსახელად ვინი-პუხას ეძახიან. და ესენი ერთად კრავენ მეგრულ კარტელს, აბერტო. სალომე, ზუგდიდს კარგად იცნობ, ამიტომ ეს გამოგვადგება. მართალია, მაგრამ როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ? წინასწარ შემუშავებული გეგმით. ჩვენი სწრაფი აზროვნების უნარი დაგვეხმარება, რომ მათთვის მარტივ წინააღმდეგობა არ აღმოჩნდეთ. განსაკუთრებით ზოგად რაუნდებში მოგვიწევს მუშაობა. მნიშვნელოვანია არ ავყელდეთ. თავარია არ ვინერვიულოთ. ბოლომდე უნდა მოუბილისდეთ. და ჩვენი მაქსიმუმი დავდოთ. მართალია. ასევე ვფიქრობ, რომ ბევრი ღილაკი დაიმტვრევა. კარცელუქსები მზადაა? ყველაფერი მზად არის. მაშინ წავედით, მეგობრებო. წინ რთული საქმე ველოდები. აპლოდისმენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ანდურილი. და ასევე ვიდეო პროფაილი ოღონდ ამჯერად აბერტოზე. სახელი გვარი, ნიკა სიჭინავა, მოქალაქეობა, ორმაგი, სენაკი და ჩხოროწყუ, უნივერსიტეტი, პირველი ფაკულტეტი, პოლიტიკის მეცნიერება, არადა ხელოვნებისა და სპორტის კომბინაციად მიიჩნევს. ფლობს ქართულ, ინგლისურ, ესპანურ ენებს. რუსულად იცის ერთი ფრაზა, მაგრამ ყოფნის. ძლიერი მხარე, ხელის ჩარტყმები, სუსტი მხარე, მეცნიერების ძმები, წარმატების საიდუმლო. ძალაუფლების ბეჭედი. მარცხენა არათიძე. სახელი, გვარი, დაბადების ადგილი. მარიამ ხაზალია. 2003 წლის სუსხიანი იანვარი. საყვარელი ქართველი მოღვაწე თამაზ ნოდია. საყვარელი ფილმი ერმალო მაღრაძის გზააბნეულნი. წიგნი, რომლის კითხვაც ბოლომდე ვერ დაასრულა. თოფურიას მათემატიკა. პირველი ნაწილი. ძლიერი მხარე,
შეუძლია მეგრელების გატანა. კაცობრიობის ყველაზე დიდი გამოგონება Google Map-ი. ცხოვრების მიზანი წაიკითხოს ულისე. სახელი გვარი გიორგი ხაინდრავა. დაბადების წელი 2000. ბოლო ორ ციფრს არ ასახელებს. საყვარელი მუსიკალური ნაწარმოები ხან რომელი. საყვარელი მწერალი იხილეთ წინა კითხვის პასუხი. სუსტი მხარე ფინალები. ძლიერი მხარე ყველანაირ სიტუაციას შეუძლია მოარგოს მიმის ტემპლეიტი. როლი გუნდში მკაცრი სახით მოწინააღმდეგისთვის შეხედვა და შიშის აღძვრა. დამატებითი ინფორმაცია 12 წლამდე სჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი აბერტო. აპლოდისმენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს აბერტო. მეგობრებო, შეგახსენეთ, რომ წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი, ასევე წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის, იცხოვრე სრულყოფილად და წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. და ახლა უნდა დავიწყოთ თამაში, თუ მზად ხართ მოთამაშეები. დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. დავაი. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. გამოიცანით პერსონაჟი, რომლის სახელიც ებრაულიდან ითარგმნება როგორც დიდების გარეშე. ჩამოთ კრეინი. ეგარი. ასე ითარგმნება? კი. ბიბლიაშიც ეგრეა. ბიბლიაშიც ეგრეა, რომ მაგას ნიშნავს. ახ, რანაირი დასაწყისია. პასუხია ნამდვილად. ანდურილი იწყებს და ხსნის ანგარის. იჩებოდ, გნებოდ, იკებოდ კრეინი არის ლეგენდა მძინარე ხეობაზე, ვაშინგტონ ირვინგის ძალიან ცნობილი ნაწარმოების მთავარი გმირი და რავი, მხოლოდ არ მეგონა ნამდვილად ახლა ებრაულიდან თარგმანი თუ ეცოდინებოდა ვინმეს, თორემ ამ ფრაზას ცოტა მოგვიანებით ვიტყოდი, მაგრამ ყოჩა ღამისთვის და 3-0 ხდება ანგარიში წინ გადის ანდურილი. მეორე რაუნდი, ციტატა. ჯერ სადავართ. კიდევ რამდენი 1000 ჰექტარი მოგვეპოვება ამ რაიონში. ზოგი ურწყულია, ზოგიც უნაყოფო ეწერი. თუ რაციონალურ მეურნეობას მოვეკიდებით, ნამდვილ სამოთხედ ვაქცევთ ამ მხარეს. არა მარტო 9 მუხა, გველეთის ზეგანიც უნდა ავითვისოთ უახლოეს 5 წლებში. როცა ციხისთავი და კორინთელი პირველ ნაკვეთზე მიბრუნდნენ, ნუნუ უჯირაული და მისი რგოლი სათითაოდ უვლიდნენ კოკოლა წამოდგმულ ორმოებს და მისამაგრებელ ჭირებს. კაი, მამის მკვლელი. მამის მკვლელი. კი, ნუნუ არის ეგ პერსონაჟი. კი. აუ იყოს რა. მერე დავილაპარაკოთ ამ თემაზე. არ არის ეს სწორი პასუხი. სწორი პასუხი ვაგზელებ კითხვას აბერტოსთვის და მისამაგრებელ ჭირებს არჭობდნენ მათ სათითაოდ. აქაც შედგა კორინთელი. ერთ-ერთი კოლმეურნე ქალის მიერ დარჭობილი ჭირი ამოიღო, მიუბრუნდა მას და უთხრა: შენ უნდა ეცადო გოგონა, ეს ჭირი კოკოლის ცენტრში კი არ ჩაარჭო, არამედ კიდეში, რათა ნამყენს არ მოხდეს იგი. ვერსია არის ვაზის ყვავილობა? არის. კი, მაგრამ რა. საათი წამი რო გეფიქრათ, იქნებ სხვა ვერსია. ეს კი სწორი პასუხია, ეს არის ვაზის ყვავილობა. ვაზის მოვლის აღწერა იკითხებოდა. გველეთი არის დასავლეთში, დასავლეთ საქართველოში და მაგ თემაზე მოგონა. ხო, მიწის აშენებას არ აშენდა გაგვახსენე. კი ბატონო და თან ეს კოკოლა წამოკიდებული და რაღაცა კონსტანტინე გამსახურდიას ენას გავდა, ხო, ესეთ ჩახუჭუჭებული სიტყვა. 3-3 ხდება ანგარიში, როგორც ველოდით, ისეთივე თამაშია და ისეთივე დასაწყისია, მესამე რაუნდი, დოკუმენტური. ახლა კი თქვენ უნდა გამოიცნოთ ნაწარმოები, რომელიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაიწერა. პერიოდში, როდესაც ევროპაში ფაშიზმი ხო, ვარ.
თქვენ ხართ. კასტელიო გავლენის ანუ ოღონდ ვერაფერი ვერ გავიგე და კასტელიო გავლენის ანუ სინდის ძალადობის წინააღმდეგი. Stefan Zweig. ეს Stefan Zweig. კასტელიო. ალვინის ანუ სინდისი ძალადობის წინააღმდეგ. ესაც ძალიან მალე იქნა გამოცნობილი ეს კითხვაც ევროპაში ფაშიზმზე და მემარჯვენე რადიკალური მოძრაობები ვეღარ მოვასწარი რომ მეთქვა მაშინვე დოკუმენტური ნაწარმოები პირველი ეს თქვით და რა ვიცი გასაოცარია 6-3 მეოთხე რაუნდი სხვადასხვა თქვენ უნდა გამოიცნოთ ერთი მნიშვნელოვანი და კონკრეტული ატრიბუტი. მისი შესაბამისი მნიშვნელობით გამოყენება შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ხალხურ გადმოცემებთან, რომელთა მიხედვითაც ადამიანები ცხოველის ტყავს ხელზე იხვევდნენ და თავდაცვით ფუნქციას ანიჭებდნენ. საინტერესოა რომ ის არ უკავშირდება მხოლოდ უზენაეს ღვთაებას. ეგი დაიხოს. კაია, ძალიან კაია. რატო გამოუშვით? ნუ, შენაეს თაობას სექსის ფარი არის, თავდაცვა არის, თავდაცვა ყავი რაღაც შუაში. ნუ იქ თავდაცვის გადახვეული და შეიძლება იმის ფუნქციას ასრულებს. ფარის. ასე თუ გავაგზავნეთ 10 წუთში დავამთავრებთ. ეს არის ეგიდა. ეგიდა ზევსის ფარი ნამდვილად და იმდენად მნიშვნელოვანი ატრიბუტია მითოლოგიაში, რომ მე სასაუბრო ენაშიც დამკვიდრდა და დღეს რაღაცით ეგიდით ვიძახით ხოლმე. ხო, ანუ მის საფარველქვეშ, მის ფარქვეშ ასე ვთქვი, ხო? 6-6 ხდება ანგარიში. ღმერთო ჩემო, ცოტა ამოსუნთქვა მეც მჭირდება ეხლა. მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. თქვენ უნდა გამოიცნოთ წიგნი, რომელიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გამოიცა. ავტორი კრიტიკოსებს პასუხობდა, რომ მან მხოლოდ ის ამბები აღწერა, რასაც ხედავდა ან ისმენდა. არაფერი შეულამაზებია და შესაბამისად რომანის ნამდვილი გამოვიდა. მიუხედავად კრიტიკისა, ნაწარმოები კომერციულად წარმატებული გამოდგა და დიდი დეპრესიის დროს ამერიკელ მკითხველისთვის კარგ თავშესაქცევად იქცა. რომანის სიუჟეტი პირველ მსოფლიო ომს უკავშირდება და რამდენიმე ადამიანის შესახებ მოგვითხრობს. უცნაური არაა, რომ წიგნის მოქმედება კალიფორნიაში მიმდინარეობს, სადაც ხშირი ავტორის შემოქმედებაში. თხზულების ცენტრალურ ფიგურად დენი ბაბუისგან მემკვიდრეობით 2 სახლს მიიღებს, რომლებშიც დღეებს საკუთარ მეგობრებთან. გვალი მაგის საიდუმლოა. აჭერს აბერტო? ტორტილა ფლეტი. ეგ არის, ტორტილა ფლეტია. ტორტილა ფლეტი. გამდიდრებული დენი. ეი, დენის დაუტოვეთ ბაბუა 2 სახლს. კი. დიდი დეპრესია. ვისაუბროთ, მომიყევით კიდევ. ანუ დიდი დეპრესიის თემაზეა ჯონ სტაინბეკია და ნუ დიდი დეპრესიის ფილმის ავტორი უდრის ჯონ სტაინბეკს. და ტორტილა ფლეტი არის კალიფორნიაში ერთ-ერთი უბანი, ხო რაღაც. და მაგის გაგრძელება მე დაწერა სხვა წიგნში, მაინც არ ვიცი. ღირს აკითხვა, როგორ ფიქრობ? ბატონო? ღირს აკითხვა. მირჩევ. აი, ისე რა, იმიტომ რომ აი, ან ცუდი წიგნი ნახდა და რა. სტეინბეკის სხვა წიგნები ჯობია თქვენ. კი, კი. ერთი-ორი ჯობია. აჰა, რომელი ზამთარ ჩვენებია. გიყვარს. არა, 9-6, ეს ორი პასუხია, ნამდვილად ეს არის ტორტილა ფლეტი გამოიცნო აბერტომ და კიდევ წინ გავიდა 3 ქულით ამჯერად და შესაბამისად რჩება 4 რაუნდი, რჩება 12 ქულა, მაგრამ ესე თუ გაგრძელდა, ნუ რაღაცა ბოლოს გვექნება 12, 15, 12. ეს მხოლოდ ვარაუდია, ნახოთ გავაგრძელოთ და თქვენი თვალით ვიხილოთ ეს ყველაფერი. მე-6 რაუნდი ასოციაცია. გაჭირვება დაბრკოლებები წერილი სამხრეთი ამერიკა ზვიგენი ღალატი შეპყრობა კუნძული მაორი ანდურილი აბა გათანაბრდება თუ არა ანგარიში ეს არის საიდუმლო კუნძული. საიდუმლო კუნძული. ეს არ არის ბოლოს ტყვა იგივე თქვა. ეს არ არის სწორი პასუხი ვაგრძელებ შეკითხვას აბერტოსთვის კუნძული მაორი ბოთლი ვიცი სადაც არის. ეკიპაჟი
ენების არევა, პატაგონია, ვის არგენტინი 37 პარალელი, გეოგრაფი, მორჩა ასოციაციის ძირითადი პირობა ვერსია არ ჩანს 30 წამი აქვს ფიქრისთვის აბერტოს. ხოლმე გარ არის ნახატი. ჩამოთვალე თავში. აფრიკა სიტყვა. თურქეთის კაპიტანი არა. ეგ აფრიკაშია. კაპიტან გრანტიშვილები რაღაცა. კაპიტან გრანტის სიმუჟი შვიდწერილი არის. და მაინც ერთმანეთზე გავუშვათ არა. დერებია პროვერს. 3 2 1 ჰარის გავს აბერტო 30 წამის განმავლობაში და დამატებითი მინიშნება სპეციალურად თქვენთვის. ლორდი გლენარვანი, ბავშვები, ჟაკი, გემი, გემის მეთაური. ბიჭო, ბავშვები, შვილები. გისმენ. კაპიტან გრანტის შვილები. განხილვა იყო, ნებათა ღელვა, ყამათი დისკუსია. არა, მე გიყურებდით და ძალიან მომეწონა ეს განხილვის პროცესი, ისე სწორად წარმართეთ. 30 წამშივე გაჩნდა ეს ვერსია, ბოლომდე არ ირწმუნეთ, მაგრამ ერთი ქულა მიიღეთ, ეს სწორი პასუხია. ეს არის კაპიტან გრანტის შვილები და ერთი ქულა აბერტო. შედეგად 10-6 ხდება ანგარიში, 4 ქულით გადის წინ აბერტო. ნუ თამაში პირველად ხდება, რომ 3 ქულაზე მეტია სხვაობა გუნდებს შორის, მაგრამ 3 რაუნდი წინ არის. მე-7 რაუნდი. ავტორი. გამოსაცნობი ავტორი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაიბადა და უდიდესი გავლენა იქონია ლიტერატურის ერთ-ერთ ქვეჟანრზე. მამა მალევე გარდაეცვალა, რამაც მძიმე დაღი დაასვა და მომავალი მწერალი საკუთარ თავში ჩაიკეტა. სკოლა არ დაამთავრა და რამდენიმე თვე უსახლკაროდ ცხოვრობდა. მეგობრები ურჩევდნენ მოთხრობები, რომელიმე ჟურნალისტვის ან გაზეთისთვის მიეყიდა და წერას სერიოზულად მოჰკიდებოდა. წერალი სამეცნიერო ფანტასტიკით იყო დაინტერესებული და თანამოაზრეების შემოკრების შემდეგ გადაწყვიტა ლიტერატურაში საკუთარი ნიშა დაეკავებინა. 1984 წელს გამოცემულმა მისმა რომანმა ნებულას, ჰიუგოსა და ფილიპ დიკის პრემიები მიიღო და მწერალს უდიდესი წარმატება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ავტორმა დაამკვიდრა სიტყვა კიბერზი. დიახ, თქვენ. ქვეჟანრი? ეგ არის. ქვეჟანრის მითხარით ვარ, რომელსაც ცნობილია გიბსონი. ბარემ ქვეჟანრიც მითხარით, რომლითაც ცნობილია გიბსონი თქო, რადგან კიბერპანკის ბიბლიის ეძახიან იმას, ნეირომასის უკუპროპანკია. კიბერპანკია ეს ქვეჟანრი. ეს არის უილიამ გიბსონი, ეს სწორი პასუხია. 10-9 ხდება ანგარიში ამცირებს სხვაობას ანდურილი, უკვე მეორედ გამოავლინეს ძალიან კარგი სისხარტე და ღილაკზე მშვენიერი თამაში გარდა იმისა, რომ კითხვა გამოიცნეს და ასწრეს აბერტოს პასუხის გაცემის უფლების მოპოვება. მერვე რაუნდი, ეკრანიზაცია. აჭერს აბერტო. ხმაური. თეთრი ხმაური. დაეჯახება მანქანას. მანქანას უნდა დაეჯახოს, მონი. ეს არ არის მარიამ შეცდომა. ეს არის თეთრი ხმაური. მანქანას უნდა დაეჯახოს და ტოქსიკ რაღაც რო ეძრა. იბატონო და როგორ რანაირად შეიძლება რომ გახსოვდეთ ხოლმე მეგობრებო ესეთი უმნიშვნელო კადრი ხე კონკრეტულად ის წარწერა მატარებელზე არ არის ეგეთი. მანქანაზე ის და მოდის ის პერსონაჟი. Toxic chemicals. თეთრი ხმაური. ჩაგვიქრეს ეს დავარ. ანგარიში ხდება 13-9, 4-ქულიან უპირატესობას იბრუნებს აბერტო და ერთი რაუნდი გრჩება ლიტერატურულ რაუნდებში სათამაშო. მე-9 რაუნდი ნაწარმოები. თქვენ უნდა გამოიცნოთ ნაწარმოები,
რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში გამოიცა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წიგნი რამდენჯერმე აკრძალეს. ავტორს კი მკაცრად აკრიტიკებდნენ, რამაც რომანის პოპულარობას ხელი კიდევ უფრო შეუწყო. საინტერესოა, რომ სწორედ წიგნის გავლენით შეარჩია სახელი ერთ-ერთმა ბენდმა. გარდა ამისა, პრესტიჟული პრემიის მინიჭებისას აკადემიამ ეს ნაწარმოებიც გამოარჩია. აღსანიშნავია რომანის სათაურიც, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ბიბლიასთან. თუმცა, თუ ბიბლიური ამბავი ორი ადამიანის სიყვარულზე მოგვითხრობს, ეს წიგნი ადამიანის მიერ საკუთარი თავის აღმოჩენასა და შეყვარებაზეა. მთავარი გმირი შავკანიანი მამაკაცია, რომელიც მიჩიგანის შტატში ცხოვრობს. ვერსია არ ჩანს, 30 წამი გაქვთ ფიქრისთვის ორივე გუნდს. ბიბლიური. ისა თქვა? კი, ვეჭვე. ქება სოლომონისა. ბიბლიური სახელია. ბიბლიური სახელი არის, რა თქმა უნდა, ქება სოლომონისა და ორი გვაქვს თქვენთვის, ეს სწორი პასუხია. ტონი მორისონი და როდესაც ნობელის პრემიას ანიჭებდნენ ტონი მორისონს, აღნიშნეს, რომ მათ შორის ეს არის სწორედ ამ წიგნის დამსახურება, ქება სოლომონისას დამსახურება. 15-9 ხდება ანგარიში პირველი ეტაპის ბოლოს, 6 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა აბერტომ დაუნდობელ ბრძოლაში, იმიტომ რომ ანდურილი არაფერს არ უთმობს აბსოლუტურად მეტოქეს, მაგრამ აი ამ ბრძოლითა და ჟინით ბოლოს 6 ქულა გვაქვს სხვაობა. ბრძოლა კი გრძელდება ქართული ეტაპით. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის. იცხოვრეს რო ყოფილად. წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. პირველი ქართული რაუნდი, ისტორია. გამოიცანით ისტორიული პიროვნება, რომელსაც მართვის სადავეების აღება სამეფოსთვის მძიმე პერიოდში მოუხდა. მის ურთიერთობას მამასთან დედინაცვალი ამწვავებდა. მმართველობის პერიოდში ცდილობდა ბრძოლის შემდეგ დაზიანებული დედინაცვალი წმინდა ეს არის რა. გიორგი მე-12. გიორგი მე-12. ხო. ქართლის კანცლერი მეფე. და რას მოეჭიდეთ? ისა დედინაცვალი ან რა ქვია, მესამე ცოლი ყავდა, მეორე და მესამეც ყავდა ირეკლე მეორეს და ბრძოლი კანცის ბრძოლის მერე იქნებოდა რთული სიტუაცია. ეს არის გიორგი მე-12, ეს ორი პასუხია ნამდვილად. ეს კიდევ ორი ქულა აბერტოს აქტივში. გავაგრძელოთ ქართული ეტაპი. ყურადღებით. მეორე ქართული რაუნდი. გეოგრაფია. გამოიცანით გეოგრაფიული ობიექტი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. 2014 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 2500-მდე ადამიანს შეადგენს. იქ შევხვდებით მირზა გელოვანის მუზეუმსაც. აღსანიშნავია, რომ ეს ადგილი ქართლის ცხოვრებაშიცაა ნახსენები. ტოპონიმის ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. ხალხური გადმოცემის მიხედვით, ის ქალის სახელის თინასგან უნდა იყოს წარმომდგარი. თუმცა თიანეთი. ვანცა. თიანეთი. უეცრად აიღო თავის თავზე თამაში ვანცამ და ეს სწორი პასუხია, ეს არის თიანეთი. ეს არის თიანეთი ნამდვილად. მე მგონი სამართლიანი შეკითხვა იყო, როცა 6 მეგრელი თამაშობს ამ დროს. რაც შეიძლება შორს ამეგრელო. ხო, შორს სამეგრელოდან მოვიდა შეკითხვა თიანეთი და 11 ქულამდე იზრდება ანდურილის აქტივი, შედეგად ანგარიში ხდება 17-11. მესამე ქართული რაუნდი, კულტურა. თქვენ უნდა გამოიცნოთ ის, რაც დიდი ხანია კონკრეტული ობიექტის სიმბოლოდ იქცა.
სოლოლაკის გორაზე მისი აღმართვა დაკავშირებული იყო ქალაქის 1500 წლის თავთან. არა, რა უნდა სუნაში. აღსანიშნავია, რომ ძველი მონუმენტი ახლით 1997 წელს ჩაანაცვლეს. ახალი ქანდაკების ავტორი ელგუჯა ამაყელია. აბა, რაზე მოითხოვდი გიორგი დაჭერას? ხო იყო თბილისში რომ ორჯერ. კი აბა რა არის? ქართლის დედა. ქართლის დედა. ხის იყო ალუმინის იმით გიორგი რატო ჩხუბობდი? არა, იმაზე ჩხუბობდი რომ ანუ ქართლის დედა იყო რომ რო არ ვიცით კარგად. რო შეცვალეს, ანუ ერთი დღე იყო, მე მგონი ორივე იდგა მთელ ქალაქში. სანამ ერთის სრული დემონტაჟი მოხდებოდა და მეორე აღიმართებოდა. ეს არის ქართლის დედა, ეს სწორი პასუხია. რა თქმა უნდა, ის იქცა თბილისის სიმბოლოდ და ნებისმიერ ტურისტული გზამკვლევი იქნება ეს თუ თბილისის საერთაშორისო ფოტოები ქართლის დედა ყველგან ჩანს, იმიტომ რომ რაღაცა ესეთი სიმბოლოა მისი სხვათა შორის სატელევიზიო ანძასთან ერთად. ხშირად აი ესე გამოსახავენ ხო. ეს ორი ქულა არის აბერტოს მხარეს და მივატეკით ზოგად რაუნდებს, მეგობრებო. ხელოვნების რაუნდზე მოთამაშეები დარჩით. გიორგი და გიორგი. მესმერებას ვაპირებდი, მაგრამ ეხლა შევსწავლით. სხვათა შორის ყოფილი გუნდელები გუნდ ტრისკელიონის შემადგენლობაში. ახლა ერთმანეთის პირისპირ. კეთილი. პირველი ზოგადი რაუნდი. ხელოვნება. გამარჯობა. თქვენ უნდა გამოიცნოთ მომღერალი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიბადა. დაამთავრა Brit School, რა დროსაც? ადელი. Hello. ეს არის ადელი, ეს ორი პასუხია. ორი ქულა ანდურილს და მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეები მობრძანთ. გვანცა, მარიამ, მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. თქვენ უნდა გამოიცნოთ ადამიანი, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს დაიბადა. ბავშვობიდანვე ნიჭით გამოირჩეოდა. ტრინიტი კოლეჯში ჩააბარა, თუმცა სწავლის ხარისხით უკმაყოფილო იყო და მათემატიკას დამოუკიდებლად სწავლობდა. გარდა აკადემიური საქმიანობისა, ის გამომგონებლობითაც იყო დაინტერესებული. ზოგიერთი მას კომპიუტერის მამას უწოდებს. რაც სულაც არაა უცნაური, რადგან სწორედ ამ მეცნიერს ეკუთვნის პირველი ანალიტიკური გამომთვლელი მანქანის მოდელი და მარიამ. მე მგონი უკეთესი ასვამ ბებიჯი. გაიხსენა, ეს არის ჩარლზ ბებიჯი, ეს ორი პასუხია, ჩარლზ ბებიჯი. ხშირად მის გამოგონილ მანქანას კომპიუტერის წინაპრად მოიაზრებენ ხოლმე. ორი ქულა აბერტოს და სპორტის რაუნდზე მოთამაშეები მობრძანთ. სალომე, ნიკა, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. გამოსაცნობი სპორტსმენის მამა სომხური წარმოშობის იყო. სპორტის შესაბამის სახეობაში ვარჯიში ადრეულ ასაკშივე დაიწყო და საკმაოდ წარმატებაც ჰქონდა. პროფესიონალურ ჩოგბურთში ეს შეიძლება იყოს დავით ნალბანდიანი. სომხური წარმოშობის არგენტინელი ჩოგბურთელი იყო მას. ერთადერთია ასეთი შეიძლება არ არის ერთადერთი, მაგრამ ახლა უცებ. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. სამწუხაროდ აბერტოსთვის, საბედნიეროდ ანდურილისთვის და სალომესთვის ვაგრძელებ შეკითხვას. ნახოთ. პროფესიონალურ ჩოგბურთში 16 წლისამ შეაბიჯა. მას მერე 8-ჯერ მოიგო დიდი სლემის ტურნირი. გახდა პირველი მამაკაცი, რომელმაც შეასრულა კარიერული ოქროს სლემი და აგრეთვე კარიერული სუპერ სლემი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ამერიკელი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და გრიგორ დიმიტროვის მწვრთნელიც იყო. ის ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში სამუდამოდ 1996 წელს შევიდა
როცა ატლანტის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. 3. აჭერს სალომე, იხსენებს. ოი სალ. 3 2 1 ხდები რომ ენის წვერზე გადგას და ვერ იხსენებ, მაგრამ ახლა გავაჟღერებ და ყველას გაგახსენდებათ. ეს არის ანდრე აგასი. ანდრე აგასი. დასანანია რა თქმა უნდა, მაგრამ მოდით ბლიცზე გადავიდეთ. ბლიცის მოთამაშეებს ველი მაგიდო. გიორგი და გიორგი ითამაშებენ ბლიცს. ბლიცის ეტაპს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. გიორგი. პირველი შენთან უნდა ვითამაშო ბლიცი. მაგრამ სანამ ბლიცის თამაშს დავიწყებდეთ, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ეს ნახევარფინალი არის გიორგი ხაინდრავასთვის 22 თამაში წიგნების თაროში, რაც აბსოლუტური რეკორდია წიგნების თაროს 27 სეზონიან ისტორიაში, ანუ 22 თამაშია და ახლა ის შეეცდება ითამაშოს თავისი გუნდისთვის გამარჯვების მომტანი ბლიცი. მოემზადე. დავიწყოთ ბლიცი გიორგი ხაინდრავასთან. დავიწყოთ. სადაური ავტორია ლუის გლიკი. ამერიკელი. სწორედ ვისი რომანია ამერიკა? კაპკა. სწორედ რომელ საუკუნეში გამოიცა ფრენზენის შესწორებები? 21. სწორედ რომელი წელის პერსონაჟია ვალენტაინ მაიკლ სმითი? ჰაინლაინი. სწორედ მითოლოგიაში რამდენი ყორანი ხავს ოდინს? 2. სწორედ რისი კონცერტია ჰალდურ ლაქსნერის? სწორედ რაგვარი ევროპული აღზრდის პერსონაჟი იანეკი? პარდოვსკი. სწორედ რომელ მომწერალმა გამოიგონა ენა ნაცსატი? ბერჯესი. სწორედ ვისი მოთხრობაა უგზო ქარავანი? გოთუა. სწორედ ეტუთა ვინარე ერთმანეთისთვის აირის და ლორენცის? დები. სწორედ საფონთა რა ქვია ხულიან კარაქსის რომანს? ქარიშრდილი. სწორედ ვისი ლექსია ფარშევანგები ქალაქში? პავლო. სწორედ ლინდგრენთან რა არსებაა ბატონი ნილსონი? მაიმუნი. სწორედ რომელ ქართულ მწერალთან ხვდებით სინათლის ორდენს? შემდეგი. ჭოჭუასთან სადაური მწერალია ჯეიმს ფენიმორ კუპერი? ამერიკელი. სწორედ ტოლკინთან რა ქვია ბედისწერის მთას? ერებორი. ოროდრუინი, ხასან ქანაფანის კაცები? ლეში. სწორედ ბიბლიაში რომელ მდინარეში მოინათლა ქრისტე? იორდანე. სწორედ რომელ დეტექტივი იძიებს ლულა ლენდრის საქმეს? ლუარჩერი. სტრაიკი რა ქვია ჰარი პოტერის დედას? ლილი. სწორედ ვის რომანია ანომალია? ლეტელიე. სწორედ რომელ წელის გმირი არისტო ქაშავიძე? კლდიაშვილი. სწორედ ლიოსას რომელ წიგნში ხვდებით კანუდოსის აჯანყებას? ბოლოჟამისომი. სწორედ რომელ ქვეყანაში გაიცემა პულიცერის პრემია? ამერიკა. სწორია. დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა გიორგიმ ნახევარფინალშიც მშვენივრად ითამაშა ბლიცი და 21 სწორი პასუხი აპლოდისმენტები მას. მე კი ვინაცვლებ გიორგი სანიკიძესთან, რომელიც ასევე ითამაშებს ახლა ბლიცს. ან ყველაფერი, ან არაფერი. მზად ხარ? სადო. დავიწყოთ ბლიცი გიორგი სანიკიძესთან. დავიწყოთ. სადაური ავტორია იუნ ფოსე? ნორვეგიელი. სწორედ ვისი რომანია უთვისებო კაცი? მუსლიმი. სწორედ რომელ საუკუნეში გამოიცა მაკივენის მონანიება? 21. სწორედ რომელი წელის პერსონაჟია რიკ დეკარდი? დიკი. სწორედ მითოლოგიაში რა დათმო ოდინმა სიბრძნის სანაცვლოდ? თვალი. სწორედ რისი ტაძარია იუკემიშიმას რომელიც სწორედ რაგვარია გოლემის პერსონაჟი ათანასიუსი? პელათი. სწორედ რომელ მომწერალმა გამოიგონა პლანეტა ტრალფამადორი? ვანეხუტი. სწორედ ვისი მოთხრობაა სიკვდილი მთებში? შემდეგი. რჩეული შვილის იუჯინისთან ვინარე ერთმანეთთვის მერი და სესილია ლისბონები? დები. სწორედ რომელი წელის ხელნაწერს იკვლევს ლუკას კორსო? დიუბა. სწორედ ვისი ლექსია ლექსი მეწყერი? ტისიანი. სწორედ ბაუმთან რა არსებაა ტოტო? ძაღლი. სწორედ რომელ ქართულ მწერალთან ხვდებით ფრთოსან ლომებს? დავითაშვილი. სწორედ სადაური მწერალია უოლტერ სკოტი? შოტლანდიელი. სწორედ ტოლკინთან რა ქვია მარტო სულთას? ერებორი. სწორედ სალვა ალ ნუაიმის თაფლის? სამყივი. სწორედ ბიბლიაში რომელ მთაზე აცვეს ჯვარცი იესო ქრისტე? გოლგოთა. სწორედ რომელი დეტექტივი იძიებს თოვლის კაცის საქმეს? შემდეგი. ჰარი ჰოლე რა ქვია ჰარი პოტერის მამას? ჯეიმსი. სწორედ ვისი რომანია სალამინის ჯარისკაცები? სარკასი. სწორედ რომელი წელის გმირია უსინათლო ხატია? დუბაზე. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და გიორგიმ დააგროვა 20 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები მას და დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებში. ბრწყინვალე ნახევარფინალი, სანამ ანგარიშს ვითხოვდე ორივე გუნდს ხურვალი აპლოდისმენტები გთხოვთ. ანგარიში კი გახლავთ 42-23 და აბერტო ფინალშია. აბერტო ფინალშია და გადამწყვეტი ბრძოლისთვის მოემზადება ნიკოლოზ, მარიამ, გიორგი, გილოცავთ. გადასარევი სეზონია უკვე და ნახოთ ფინალში რა მოხდება. მე კი რა თქმა უნდა წარმატებები უნდა გისურვოთ. აპლოდისმენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს.
აბერტო პირდაპირ ვიტყვი ძვინვარე მეტოქე დაამარცხეს ამ ნახევარფინალში ძალიან ძლიერი გუნდი და ახლა გთხოვთ აპლოდისმენტებს მათთვის ანდურილი გიორგი სალომე გვანცა დასანანია გულდასაწყვეტია ნებისმიერ ფინალს დაამშვენებდა ეს გუნდი და მოგების შანსით ჩვენივრად ექნებოდა მაგრამ რა გაეწყობა ყოველთვის ვიღაც იმარჯვებს ჩვენს თამაშში აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ ანდურილს მეც დაგემშვიდობებით ერთმანეთს რა თქმა უნდა წიგნების თაროში შევხვდებით თქვენ თავარია უყუროთ ჩვენ შოუს და უგულშემატკივროთ აი ასეთ შესანიშნავ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში დაგვამდის ვერ მასწავლი ჭკუას ან ბანგანდო